მერე ჩამიგდიავა ეხლა რევერსული მოძრაობა გვაქვს ჩვენა ბილეთებში და უნდა ავხსნათ, რომ რევერსული მოძრაობა საქართველოს სინამდვილეში ჩვენ არ გვაქვს. ეს არის სირცხვილიც და სამწუხაროც, რომ საქართველოში თბილისში რევერსული მოძრაობა არ არსებობს. რევერსული მოძრაობის იმას ახლა დავხაზავთ. რევერსული ნიშნავს ავტომატურ გადართვას, ზოლიდან ზოლებს ცვლის. ვინ ცვლის? ცვლის ადამიანი, ოპერატორი, რომელიც პრინციპში უნდა იჯდეს, აი როგორც ახლა ჩვენთან სხედან ლოცუბიძეს თეფსს რო ეძახიან იქ, მოდი თქვა ჩვენ ყველას ესე ვეუბნები, რომ წარმოვიდგინოთ, ვითომ ჩვენ რევერსული მოძრაობა გვაქვს. ვითომ გვაქვს? რას ნიშნავს? უყურე რას ნიშნავს? ერთი ზოლი, ორი ზოლი, სამი ზოლი, 4 ზოლი და 5 ზოლი. ვითომ ჩვენ მეტრო დიდუბიდან დინამოს სტადიონამდე გვაქვს რევერსული მოძრაობა. აი ესეთი ნიშანია. ხო ეგრეა, ის არია ესეთი და ესეთი. რევერსულ მოძრაობას უნდა არეგულირებდეს ვინმე ოპერატორი, არ არის აუცილებელი ის იყოს, რა ქვია, ავტოინსპექტორი თუ საპატრულო 112-ში არიან საკმაოდ ბევრი თანამშრომლებია, იქიდან ერთ-ერთი არის აქ მიმაგრებული ამ მონაკვეთს რეგულირებს ვიდეო კამერების საშუალებით. დილით დიდუბიდან ბევრი ტრანსპორტი მოდის დინამოს მიმართულებით. ამიტომ ოპერატორი დიდუბიდან დინამოს მიმართულებით უშვებს ვთქვათ 4 ზოლს. აი მეოთხე ზოლი. ბევრია ტრანსპორტი. შემდეგ მოხდა ისე, რომ ეხლა დინამოს სტადიონთანაც უკვე იჭედება მოძრაობა, გესმის, აქაც ბევრია ტრანსპორტი და უკვე ხედავს ეს ოპერატორი, რომ იქ საცობი დაგროვდა, აქ შემთხევდა, ამიტომ ამ ზოლებს ეუბნება გადადი მარჯვნივ, აქ ურთავს, ახლა განახებთ მაგას, ჩემ წიგნში როგორ არის, უყურე, აი ყვითელი ის არის, გადადი მარჯვნივ, ხედავ? გადადი მარჯვნივ და უყურე ეს ტრანსპორტი, ესენი ყველა გადმოდის პირველ ზოლში. გამიგე? გადმოიყვანა პირველ ზოლში, აქედან გამოუშვებს ახლა აგე 3-4 ზოლს, აგე ძმაო, გამოუშვა აქედან და 4 მიმართულება იქიდან. ეხლა ესენი გადავიდა უკვე პირველ ზოლში და აქედან წამოვიდა 4 ზოლი. თუ შეამჩნევს საღამო ხანს, რომ ისევ აქ მოიმატა, თქვა, ტრანსპორტმა და აქ გაიჭედა, ეხლა ამ ზოლებს გადაიყვანს, გადადით მარჯვნივო, გამიგე, როგორც მანდ გაჩვენეთ წიგნში და ესენი გადმოდიან მარჯვნივ. ისევ გადაათამაშა პირველ ზოლში და ეხლა აქედან წამოიყვანს ისევ, ანუ ავტომატურად, ანუ რევერსულად გადაიყვანა ტრანსპორტი და მშვენიერი ფორმაა იმისა, რომ განიმუხტოს მოძრაობა. ჩვენთან ამ პირობებში ამის გაკეთება არის ეხლა შეუძლებელი, იმიტომ რომ დაარღვევით დადის ავტობუსი მარცხენა ზოლში. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც მარჯვენა მხრიანი მოძრაობა, ავტობუსი და ყველა უნდა დადიოდეს მარჯვენა ზოლში. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც კანონი არის მარჯვენა ზოლიანი მოძრაობის და ავტობუსი დადის მარცხენა ზოლში. სირცხვილია, იმიტომ არის საცობები, რომ იცოდეთ.
პატრიციუმულო შემომოსავლეებო და საზოგადოება. გავიგეთ? დიახ.